იასთან დედიკო რა გაატანა წითელ ქუდას? დავიდი კელდი ყოლტი. ხო და მაწონი, ხო? კიდე მატოლი. წითელ ქუდა რატო ქვია? იმიტომ თითელი გული აქულა. აი, გადაშალე. ტყით წავიდა წითელ ქუდა, ხო? კი. ვინ შეხვდა? გელი. გელმა რა ორა კითხა? კულელი ლატო გაგო. არა, სად მიდიხარ? და მიდიხარო. რა უთხრა წითელ ქუდამ? კელდიო. ბებიასთან. ბებიასთანო. ხო და გელმა კითხა ბებია სად ცხოვრობსო, ხო? კელდიო. ყეში ცხოვრობსო? ის ბოლოსო. ხო. ის ბოლოსო, ხო. გაიქცა მგელი ბებიას სახლში, ხო? ხო. მერე დააკაკუნა. ბებიამ რა უთხრა? ურდული. ლადო გაგოკულელი. არა, ბებიამ კითხა მგელს, ვინ არისო? კიდე კულდავარ. ხო, და ურდულიო გადაწიეო და შემოდიო, ხო? მერე რა ქნა მგელმა გადაყლაპა ბებო, ხო? ჩაიცვა ტანსაცმელი და დაწვა. ეხა მოვიდა წითელ ქუდა და ეკითხება ბებოს, ბებიაო, ამხელა ყურები რატო გაქო? იმით დენილა გავაკი გავიგო. ხო, ბებიაო, ამხელა ისო ხელები რატო გაქო? დაგეკუტო კალკალდაო. ბებია, ამხელა თვალები რატო გაქო? დაგინაგო კალკალდაო. პირი და კბილები რატო გაქო ამხელაო? იმიტომ გაკაპაპო. ხო და გაღო პირი და გაგაკაპა. ამ დროს ვინ გაიგონა ხმაურდა, ვინ მოვიდა? კატა. არა. ესენი ვინ არის, ვინ მოვიდნენ? ედენი ვიალიან. პოლიცია. მონადირეები მოვიდნენ და ვინ მოვიდენი მოვიდნენ. მერე გაუჭრეს. მთელი ვის? გას. და რა ქნეს? ამოვიკანა ბებია. ეს რაღაც ვერ მომღავითარ. ეს ვინ არის? კატა. ხო, ეხა იცი რა თქვი შენ? ეს ჩექმებიანი კატაა და ეს ვინ არის ესა? ედვიალი. აი. დევი. რა უნდა დევს მე? კაცი ჭამია დევი, ხო? რა არის, რად გადაიქცა? ლომად. მერე რა უთხრა? რაღაცა დღეს ვერ ხარ შენ სამპლუაში. ნიფიფა, ნუფუფა და ნაფაფა?